მე-11 ტესტი საკმაოდ არაორდინალური იყო. ბაღის ხეების შესახებ მოცემულია, რომ თუ ხეს არ აქვს ყვავილი, მას აქვს ნაყოფი. საზოგადოდ ლოგიკაში ეგეთი თემაა, რომ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ხო, თუ ხეს არ აქვს ყვავილი, მას აქვს ნაყოფი, გასაგებია. თუ ყვავილი არ გექნება, ნაყოფი აუცილებლად გექნება. მაგრამ თუ ხეს აქვს ყვავილი, შეიძლება კონდეს ნაყოფი ან შეიძლება არა. ზოგადად ასეა პირობით წინადადებებში, რომლებიც თუ ნაწილაკით იწყება, ხო, საპირისპირო პირობას როცა ქმნი, რეზულტატი შენს ხელთაა. ვნახოთ, აბა ეგ დაგჭირდება თუ არა. თითოეული ხის ასაკი 11 წელზე მეტია, ანუ ნებისმიერი ხე, რაც ამ ბაღში არის 12 და მეტის უნდა იყოს და ყვავილები აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება, ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. რა ჩახლართული კონფიგურაციაა, რა ვნახოთ, აბა კითხვა ამ ბაღის ხეების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამებიდან რომელი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. 4 შეიძლება მოხდეს, 1 ვერა. აბა პირველი ავერსია, ვაშლის ხის ასაკი 8 წლით მეტია ალუბლის ხის ასაკზე. ყველაზე მინიმალური ვერსია უნდა აიღო და ეგ უნდა განიხილო. აბა ალუბალი რო იყოს სიტყვაზე, ყველა ხე ხო 11 წელზე მეტი, ალუბალი იყოს 12 წლის, ხო? და ვაშლის ხის ასაკი 8 წლით მეტია. ვაშლის ხის ასაკი გამოვა 8 წლით მეტი, 20 წლის, ხო? ეხლა რა შუაშია ეს წლოვანება, ხო, იკითხავს ადამიანი. თუ ასეა, მინიმალური ვერსია ეს, იმიტომ რომ ალუბალი შეიძლება უფრო მეტისაც იყოს, ხო, და ვაშლის შესაბამისად კიდევ უფრო მეტის 8 წლით უფროსი. უნდა დავაკვირდეთ ეწინააღმდეგება თუ არა ყვავილების და ნაყოფის პირობას, რა. ნახე ალუბალი როგორ დახასიათდებოდა პირველ რიგში, თითოეული ხის ასაკით 11 წელზე მეტია ეგ ხდება. ალუბალი 12 წლის რო არის, რა დაემართებოდა? ნახე, ყვავილები აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება. ალუბალს ექნებოდა ყვავილი. ეგეც ალბათობა არის, რა, ალბათობის თეორიით და დაშვებით ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე რო ვთქვა, რომ სიტყვაზე მაგისტრები ხდებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც გადიან სამაგისტრო გამოცდაზე. აუცილებლად გახდება ვინმე? ხო, შეიძლება ვიღაცამ ვერ ჩააბაროს, არა? მაგალითად, ლამაზი თამაშის ჩვენება მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალ სპორტსმენებს შეუძლიათ, ხო? ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა შეძლებს, ხო, შეიძლება ვერც აჩვენოს. მხოლოდ არ ნიშნავს მუდმივობას და ყოველთვის რაღაცის მოხდენას, ხო? მხოლოდ გამოცდილ ჩოგბურთელს შეუძლია ეისის ჩაწოდება, მაგალითად. ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა გამოცდილი ჩოგბურთელი ჩააწვდის მაინც და მაინც ეისს, ხო? შეიძლება ალუბალს ჰქონდეს ყვავილი ან არ ჰქონდეს. უბრალოდ მესამე პირობა იმას ნიშნავს, რომ თუ რამეს ექნებაო ყვავილიო, მხოლოდ იმასო, რომელთა ასაკის 16 წელს არ აღემატებაო. ამიტომ შეიძლება 12 წლის ალუბალს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ყვავილი, ეგ არ ვიცით ჯერ, ხო? და მერე ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. ჩათვალე, რომ ალუბალს აქვს ყვავილი, კაი, მაშინ შეიქმნა ახალი პირობა და რეზულტატი, როგორც ადრე მithქვამ, შენთვის შენ ხელთ არის, გინდა იქნება ნაყოფით წარმოდგენილი, გინდა არ იქნება, სულ ერთია. და ალუბალი, წინააღმდეგობას არ ქმნის. აბა ვაშლი 20 წლის, რა დაემართება 20 წლის ვაშლს? ვაშლს დაემართება ის, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, 11 წელზე მეტი ხნის არის. ეხლა ყვავილები აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება. ვაშლის ასაკი, როგორც მინიმუმ 20 წელი არის ამ პირველი პირობის თანახმად. ეგ იმას ნიშნავს, რომ ყვავილი ვაშლს ვერ ექნება, იმიტომ რომ ყვავილები მხოლოდ რომელ ხეებს აქვთ, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება. 20 მეტია 16-ზე, ამიტომ ვაშლს არ გააჩნია ყვავილი. ხო, და თუ არ გააჩნია ყვავილი, მაშინ მასზე ამოქმედდა პირველი პირობა,
და თუ ხეს არ აქვს ყვავილი, მას აქვს ნაყოფი. ანუ ყვავილი რომ არ აქვს, პირველი პირობის თანახმად უნდა ჰქონდეს ნაყოფი. ეხლა უნდა შევისწავლოთ ეს რამდენად მოხდენადია და შეიძლება თუ არა ასეთი რამ დაფიქსირდეს. ბოლო პირობა გვეტყვის მაგას, ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკით 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. ანუ თუ რამეს ნაყოფი ექნება, ეს იქნებოდა 14, 15, 16, 17 და 18 წლის ხეები. და ვაშლი 20 წლის არის და როგორ შეიძლება ნაყოფი ჰქონდეს? ამიტომ პირველივე ლოგიკური კონტრადიქცია არის ამ ამოცანაში, ხო? აი, ალუბალი 12-ის 8 არის, ხო? შეიძლებოდა ქონოდა ყვავილი, გასაგებია, რომ ნაყოფი ვერ ექნებოდა და შეიძლება არც ქონდეს და პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ახალი პირობა შეიქმნა, თუ ხეს აქვს ყვავილი, შეიძლება არ ქონდეს ნაყოფი და ალუბალი მოსულა, ჩვეულებრივ, პრობლემა არ არის, მაგრამ ვაშლი რა, იმიტომ რომ ეს არის მინიმალური ვერსია 12-დან რო იწყებ. ხო და მინიმალურ ესე დიაპაზონშიც კი ვაშლი 20 წლის გამოდის და რას ნიშნავს 20 წლის გამოდის? ეს ნიშნავს იმას, რომ მას ვერ ექნება ყვავილი და ყვავილის არ ქონა იწვევს ნაყოფის გამოღებას და ნაყოფს ვერ გამოიღებს ხე, რომელიც 19 ან მეტი წლის არის და ეგ არის იდეური პრობლემა ამ ამოცანაში. ამიტომ რომელი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ეს პირველივე ვერ იქნება ჭეშმარიტი, ხო? მოდი ორი სიტყვით სხვევზეც. ვაშლის ხეს აქვს ყვავილიც და ნაყოფიც. ისეთი წლოვანების ვაშლის ხე უნდა აიღო, რომ ორივე ქონდეს, ხო? ეხლა ყვავილები რომელ ხეებს აქვთ? მხოლოდ იმას, რომელთა ასაკიც 16 წელს არ აღემატება. ვთქვათ, ესეთი რაღაცა ვაშლი იყოს 16 წლის. როგორი რაღაც გამოვიდა. შეიძლება ყვავილი ქონდეს, რატომაც არა, და ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკით 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. ხო და შეიქმნა ახალი პირობა. თუ ხეს ამ შემთხვევაში ვაშლს აქვს ყვავილი და აქვს უფლება რომ ქონდეს, იმიტომ რომ 16 წელს არ აღემატება 16 წელი და შეიძლება ყვავილი გამოიღოს და ასევე არ არის გამორიცხული, რომ რახან ყვავილი აქვს და ახალი პირობა შეიქმნა, არ ექნება ნაყოფი, არა. შეიძლება მაინც ქონდეს ნაყოფი და გამოვა, რომ 16 წლის, 15 წლის, 14 წლის ვაშლს შესაძლებელია ქონდეს აი სამი ვარიანტია რა. 14, 15 და 16 წლის ვაშლები, 16-ს არ აღემატება ეს სამი რიცხვი და თან მოქცეულია 13-ზე მეტ და 18-ზე ნაკლებში და ორივე ბოლო პირობას აკმაყოფილებს და ვაშლის ხეს, ვაშლი აშუაშია, რომელიმე ხეს რო ყვავილიც ქონდეს და ნაყოფიც, პრობლემა არ არის, ხო? იმიტომ რომ ისეთი რიცხვის შერჩევა შეიძლება, რომ ორივე პირობა დააკმაყოფილდეს. მაგრამ 15 წლის ვაშლი ყვავილიც ექნება მესამე პირობის თანახმად და ნაყოფიც ჯდება, იმიტომ რომ 13-სა და 18 შორის არის 15. ანუ მეორე შეიძლება მოხდეს. მერე ვაშლის ხეს აქვს ნაყოფი, მაგრამ არ აქვს ყვავილი. შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს, მაგალითად თუ სიმარტივისთვის გეტყვი, ვაშლი რომ იყოს 18 წლის. ნახე ბოლო პირობის თანახმად ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკით 13 წელზე მეტია, მაგრამ 18 წელს არ აღემატება. დიახ, ვაშლი რომ იყოს 18 წლის, 18 წელს არ აღემატება 18, ამიტომ ნაყოფი შეიძლება ქონდეს, ხო? და ყვავილი ყვავილი ვერ ექნება, იმიტომ რომ ყვავილი აქვს რას? მხოლოდ მათ, რომელთა ასაკით 18 წელს არ აღემატება. ამიტომ 18 აღემატება 16-ს, ამიტომ ყვავილი ვერ ექნება და ამოქმედება პირველი პირობა, ყვავილი არ მაქვს და ნაყოფი მაქვს და 11 წელზე მეტი ხნისაც არის ეს ვაშლი, ამიტომ შეიძლება ასეთი რამე განხორციელდეს, დიახ და მოხდეს. არ შეიძლება ჭეშმარიტი? არა, შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. დევერსია, მსხლის ხის ასაკი 5 წლით ნაკლებია ვაშლის ხის ასაკზე. რა ვიცი, უნდა ავიღოთ რამე რიცხვები, ისევ მინიმალურში ვიანგარიშოთ თუ გინდა. მსხალი იყოს 12 წლის და ეგო ნაკლებია ვაშლზეო 5 წლითო, ხო? ვაშლი იყოს, 5 წლით მეტია, ესე იგი, ხო? 17 წლის. სწორად დავწერე, მსხლის ხის ასაკი 12-ია და 5 წლით ნაკლებია ვაშლის ხის ასაკზე, რომელიც 17 წლის არის. რამე ავერსიაზე
ხო, როგორც ვიმსჯელეთ და რა ეჭვიც გაგვიჩნდა, რაღაც მასეთი ეჭვი შეიძლება დეზეც გაჩნდეს, ხო? ნუ აქ ნახე როგორ დახასიათდებოდა მსხალი, ანუ ყველა ხე ჩამოთვლილი მსხალის და ვაშლის 11 წელზე მეტი ხნის არის, ეგ პრობლემა გადაჭრილია. ეხლა მსხალი 12 წლის რომ არის, 16 წელს არ აღემატება. ანუ შეიძლება კონდეს ყვავილი, უფლება აქვს. თუ ყვავილი ექნება, ხო? უფლება აქვს, რომ ნუ ახალი პირობა შეიქმნა და ნაყოფი აღარ კონდეს. ამიტომ პრობლემა არ არის ეგ. და შეიძლება მსხალი 12 წლის არსებობდეს. იტყოდი, რომ მას აქვს ყვავილი, შეიძლება კონდეს ყვავილი და ასევე შეიძლება შეიქმნას ახალი პირობა და ნაყოფი არ კონდეს. და 12 წლისას ვერც ექნება ნაყოფი, იმიტომ რომ 13 წელზე მეც აქვს მხოლოდ, ხო? და 18 წელს რო არ აღემატება. ეგ მსხალი მოგვარდებოდა ვაშლი 17 წლის ვაშლი როგორ შეიძლება დახასიათდეს? ნუ 17 წლის ვაშლს ნახე ყვავილები მხოლოდ იმ ხეებს აქვთო, რომელთა საკიც 16 წელს არ აღემატებაო. 17 წლის ვაშლი 16 წელზე მეტია. ამიტომ ამოქმედდება ის პირობა, რომ ყვავილი ვერანაირად ვერ ექნება 17 წლის ვაშლს. როცა ყვავილი არ გაქვს, ნაყოფი უნდა გქონდეს. ნაყოფი კიდე იმ ხეებს აქვს, რომელიც 14, 15, 16, 17, 18 წლის არის. დიახ, 17 მაგ კატეგორიაში მოხვდა, ამიტომ 17 წლის ვაშლს არ ექნებოდა ყვავილი, ნაყოფი ექნებოდა, პრობლემა გადაიჭრა. შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და ბოლო წინადადება მსხლის ხეს აქვს ყვავილი, მაგრამ არ აქვს ნაყოფი. ეგეც ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო? მაგალითად, მსხლის ხე 18 წლის. როგორი იქნება? იგივე უნდა გავიმეორო რა. ყვავილი უნდა კონდეს, ხო? ესე იგი, შეიძლება ასეთი რამე მოხდეს. ყვავილი თუ უნდა კონდეს, ნუ ყვავილი მხოლოდ იმ ხეებს აქვთ, რომლებიც 16 წელზე ხრცოვანი არ არის, ხო? ამიტომ ყვავილი თუ გინდა რომ მისცე, უნდა იყოს 16 ან ნაკლების, ხო, ეგრეა. და იყოს დავუშვათ 14 წლის მსხალი. ნახე როგორი თემა არის, თუ 14 წლის მსხალია, შეიძლება ყვავილი კონდეს და შეიქმნა ახალი პირობა და ასევე შეიძლება რომ ნაყოფი არ კონდეს და პრობლემა აღარ არის. ანუ შეიძლება ნაყოფიც კონდეს, როგორ არა, იმიტომ რომ 14 წლის მსხალი 13-ზე მეტია და ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებს, რომელთა ასაკი 14, 15, 16, 17, 18-ია, მაგრამ ეგ დაიმახსოვრეთ, მხოლოდ იმ ხეებს აქვს ნაყოფი, არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც აუცილებლად ექნება, მხოლოდ არ უდრის ყველას, ხო? მხოლოდ გამორჩეულმა გუნდმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, ან რამე საჩოგბურთო ტურნირის მოგება, მხოლოდ გამორჩეულ ჩოგბურთელებს შეუძლიათ. რას ნიშნავს ეს? ყველა გუნდმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი? ერთი იყო, ხო, ეგეთი წელს. მხოლოდ გამორჩეულ ჩოგბურთელებს შეუძლიათ მოიგონ საჩოგბურთო ტურნირი. ბევრი გამორჩეული ჩოგბურთელია, მაგრამ ვერ ეღირსათ გრანდ სლემის მოგება მაგალითად, ხო? და ასე შემდეგ რა. ამიტომ შეიძლება აკმაყოფილებდეს ყვავილის პირობას, მაგრამ ნაყოფი ახალი პირობა რო იქნება არ მოგცეს. და უფრო მარტივად რო გითხრა, 12 წლის რო იყოს, ხო, მსხალი. მასე უფრო მარტივად მიხვდები. 12 წლის არის მსხალი და ყვავილი შეიძლება ჰქონდეს, დიახ, აქვს ყვავილი და ნახე, ნაყოფი აქვს მხოლოდ იმ ხეებსო, რომელთა ასაკიც 14-დან იწყება, ხო, და ნაყოფი ვერანაირად ვერ ექნება 12 წლის მსხალს. ამიტომ სწორია, რომ შეიძლება მოხდეს ხის ხეს, ან ნებისმიერ ხეს რა მსხალზე დავაჭრე, რატო ჩაიციკლენ ალუბალზე, არ ვიცი მაგას არანაირი დატვირთვა არ აქვს. მსხლის ხეს რო ყვავილი კონდეს შეიძლება და ნაყოფი რო არ კონდეს, ეგეც შეიძლება, მოხდენადია. და ამიტომ აგიხსენი როგორც, ხო? აი, პირველი ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ყველაზე პატარა ვარიანტი 12 და 20 არის. ამის მერე კიდევ უფრო გაიზრდება, შეიძლება ორივე გაზარდო 20-28 წლის იყოს, მით უმეტეს ორივეზე დაირღვევა, ხო? მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კმარა, ხო? თუ ალუბალი 12-ის არის და ვაშლი 20-ის, ვაშლი იმ კატეგორიაში მოექცა, რომელსაც ყვავილი შეუძლებელია კონდეს, ამოქმედდა პირველი პირობა, თუ ხეს არ აქვს ყვავილი,
აქვს ნაყოფი და 20 წლის ვაშლს მოეთხოვება ნაყოფი. ეგ კიდე შეუძლებელია. 18 წელს აღემატება 20 და არ უნდა აღემატებოდეს 18-ს და 14-დან იწყებოდეს, რომ ნაყოფი ქონდეს. ამიტომ ეგ შეუძლებელი იქნებოდა. ანუ არ შეიძლება იყოს სწორი, ანუ ჭეშმარიტი. კარგი. მოდი დღეისთვის ეს იყოს ჩვენი ლოგიკა. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით. აბა წარმატებები და ღმრთის წყალობა თქვენ.